მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარი სექსუალური შევიწროების ბრალდების შემდეგ მონასტერში სადღესასწაულო წირვებს აღარ გაზღოლია, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი. შეუჩერა თუ არა მას მღვდელმსახურობა საპატრიარქომ და დაიწყო თუ არა გამოძიება შესაბამისმა ორგანოებმა. პარალელურად მრევლის ნაწილი ნიკოლოზ გეწაძის მხარდასაჭერად შეკრებებს მართავს და მის ახალ მონასტერში გადაყვანას ითხოვს. ჩვენ რედაქციას რამოდენიმე დამოუკიდებელი წყარო უდასტურებს, რომ ნიკოლოზ გეწაძეს მღვდელმსახურობა შეუჩერდა, თუმცა კითხვაზე პასუხი საპატრიარქოსგან ამ დრომდე არ გვაქვს. თითქმის ერთთვიანი მცდელობის მიუხედავად პასუხი არ გვაქვს არც ახალციხის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძისგან, რომლის ეპარქიაშიც ზარზმის მონასტერიც შედის. ის ჩვენ ზარებს არ პასუხობს. ჩვენ თეოდორე ჭუაძეს ახალციხის ეპარქიაშიც მივაკითხეთ, თუმცა იქ გვითხრეს, რომ მიტროპოლიტი ადგილზე არ იმყოფებოდა. ტელეკომპანია ტოტივიდან ვართ. მე ვქე თეოდორე თუ არის აქ? ბოდიში ვერ გავიგე. არ წადება, არ არის. დიახ, იცით რა მაინტერესებს, რომელ დღეებში არის ხოლმე აქ და სად შეიძლება რომ ვნახოთ? ალბათ უფრო კვირის ბოლოს, ახლა არ არის გასული, ბევრი ეპარქიები აქ მეუღბეს და ახლა სხვა ეპარქიაშია წასული. დაიწყო თუ არა ძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პასუხს ამ დრომდე ველოდებით. ადგინის სოფელ ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარს ნიკოლოზ გეწაძეს რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე რამდენიმე ადამიანის ინტერვიუზე დაყრდნობით წერს. ამავე წყაროს ცნობით სამი მათგანი ყვება, როგორ სთავაზობდა მოძღვარი აღსარების ჩაბარების დროს სექსუალურ ურთიერთობას. მათი მონათხრობის მიხედვით, ბოლო შემთხვევა 5 თვის წინ სექტემბერში მოხდა. მედიის ცნობით, ფაქტის გახმაურების შემდეგ სასულიერო პირმა ქვეყანა დატოვა. თავდაპირველად ინფორმაცია ამის შესახებ, რომ ნიკოლოზ გეწაძეს მექალთანეობის მრევლის გოგონებზე და ქალებზე აღვირ ახსნილი ნადირობის გამო მღვდელმსახურება შეუჩერდა და ზარზმის მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენეს. პოსტი სოციალურ ქსელში დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ 3 იანვარს გამოაქვეყნა. ჩვენი რედაქცია სწორედ 3 იანვრის შემდეგ ცდილობს დაადგინოს, რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს. 9 იანვარს ჩვენთან გაკეთებულ კომენტარში ნიკოლოზ გეწაძემ გვითხრა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ტელეფონი გაგვითიშა. ყველაფერს უნდა დაუჯერებთ, რასაც გესწია. ეგ შეიძლება გადაამოწოს მხოლოდ ეპარქიის მმართველთან. თემაზე მუშაობის დროს ჩვენ რამოდენიმე წყაროს ვესაუბრეთ, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს. მათი ნაწილი ადასტურებს დეკანოს ილია ჭიღლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ნაწილი უარყოფს. როგორც ჩვენს რედაქციას რამდენიმე დამოუკიდებელი წყარო უდასტურებს, შემთხვევის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ გეწაძეს ზარზმაში სადღესასწაულო კერძოდ საშობაო და ნათლისღებვის წირვები არ ჩაუტარებია. საუბრობენ რამოდენიმე გარემოებაზე, მათ შორის გვეუბნევიან, რომ ახალი წლის პერიოდში სასულიერო პირი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ნაწილი ამბობს, რომ იგი სამკურნალოდ იმყოფებოდა. რა მიზეზით არ უძღვებოდა სადღესასწაულო წირვებს ნიკოლოზ გეწაძე. კითხვაზე პასუხი მისგან ვერ მივიღეთ. ის ჩვენ ზარებს არ პასუხობს. მრევლის მიერ სასულიერო პირის სექსუალურად შევიწროების ბრალდების პარალელურად ნიკოლოზ გეწაძის სოლიდარობის გამოსახატავად გამართულ შეკრებაზე საუბრობს საზოგადოების ნაწილი. არაერთი წყარო გვეუბნება, რომ რამდენიმე დღის წინ სოფელ მოხეში მართლმადიდებელ ეკლესიასთან მრევლი შეიკრიბა, რომლებიც სოლიდარობას უცხადებდნენ ნიკოლოზ გეწაძეს და ითხოვდნენ მის ადიგენში დარჩენას, კერძოდ კი ქვაბის ჯვარის მონასტერში. ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზი ამაღლობელის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი და მედიის უფლებადამცველი 12 ორგანიზაცია ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა. მზი ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. მას პოლიციაზე თავდასხმაში ედავებიან. როგორც საიას წარმომადგენელმა განაცხადა, ამაღლობელს დაკავების დროს სახეში შეაფურთხეს და ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის წინააღმდეგ
გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს. მორიგის პროევროპული საპროტესტო აქცია ახალციხეში. მოქალაქეები პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვენ. ეხლა კი ტრადიციულად გიტოვებთ ამბებს ოკეანეს მიღმა. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TokTV.G და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე. წარმომადგენელთა პალატის წევრი ელის სტეფანიკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რჩეული, რომელმაც გაეროში შეერთებული შტატები უნდა წარმოადგინოს, სენატში ორგანიზაციას ანგარიშვალდებულებისკენ მოუწოდებდა. გაერო თავის თავდაპირველ მისიას არასრულებდა და მისგან უკეთესი მუშაობა უნდა მოვითხოვოთ. ვიზიარებ პრეზიდენტ ტრამპის ხედვას გაეროს გარდაქმნის შესახებ. ამერიკა უპირველეს ყოვლისა მშვიდობა ძლიერების მეშვეობით პრინციპების თანახმად და მის დაბრუნებას თავდაპირველ მისიასთან, რაც მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაწინაურებაა. სტეფანიკი კონგრესში 2014 წელს 30 წლის ასაკში აირჩიეს და დროთა განმავლობაში წარმომადგენელთა პალატაში მეოთხე უფროსი წევრი გახდა. რესპუბლიკელი სენატორები ამბობენ, რომ შინაგანი დისციპლინა და ძლიერი ინტელექტი მას შესაფერს ხდის იმისთვის, რომ გაეროში შეერთებული შტატები წარმოადგინოს. როდესაც ბევრი ჩვენგანი უყურებს გაეროს, ორგანიზაციას, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ მშვიდობის, თავისუფლებისა და ადამიანური ღირსების ფასეულობები დაეწინაურებინა, ამ ამერიკული ფასეულობების ასახვას ვერ ვხედავთ. ვხედავთ აღვირახსნელ ანტისემიტიზმს მსოფლიოში ერთადერთი ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ვხედავთ ჩაგვრას და აგრესიული ავტოკრატებისთვის პატივის მიგებას და ხელმძღვანელ თანამდებობებზე მათ დაწინაურებას. სტეფანიკმა სენატორებს უთხრა, რომ კონგრესში მიღებული ცოდნა როგორც ელჩს მიდგომების შემუშავებაში დაეხმარება. შეერთებული შტატები გაეროს უდიდესი დამფინანსებელია. ჩვენი გადასახადის გადამხდელების დოლარები არ უნდა დაეხმაროს იმ სუბიექტების გაძლიერებას, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო, ანტისემიტურ ან თაღლითურ კორუფციულ ქმედებებში ან ტერორიზმში არიან ჩართულნი. ინვესტიცია უნდა ჩავდოთ პროგრამებში, რომლებითაც განვამტკიცებთ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და უზრუნველყოფთ შედეგებს, რათა გაეროს პროგრამების ეფექტიანობა გაიზარდოს. სენატორი ჯიმ რიში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყველაზე მაღალი რანგის რესპუბლიკელი ამას ეთანხმება. ჯერა რომ გონივრულია გაეროს ყველა სააგენტო შეფასდეს, რათა დადგინდეს, რასაც ისინი აკეთებენ პირდაპირ სასარგებლოა თუ არა ამერიკისთვის და ანგარიში მოეთხოვოთ იქამდე, სანამ პასუხი მტკიცე დიახ არ იქნება. გაეროს პრესმდივანი ფარჰან ჰაკი ამ განცხადებას პასუხობს. შეერთებულ შტატებს გაეროს რეგულარული ბიუჯეტის 1,9 მილიარდი დოლარი მართებს. 1,9 მილიარდი. ამის გარდა ბიუჯეტი მშვიდობის მყოფელი ოპერაციებისთვის და ტრიბუნალებისთვის. მთლიანი თანხა, რომელიც სამივე ბიუჯეტისთვის მართებთ 2,8 მილიარდი დოლარია. ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა ამერიკის ხმას უთხრა, რომ 80 წლის ორგანიზაციის შეცვლა შეერთებული შტატებისთვის შეიძლება ძნელი იყოს. ზოგიერთი ქვედა დონის ინსტიტუტში ჩვენ გაეროს უმსხვილესი დონორი ვართ. ასე რომ შესაძლებელია ზოგიერთი ამბერკეტის გამოყენება. მაგრამ ტიპობრივად, როდესაც საქმე ინსტიტუციურ ცვლილებებს ეხებოდა, ჩვენ ამბერკეტის მხოლოდ მცირედით გამოყენება შევძელით. დემოკრატებს კი სტეფანიკის ადრინდელი ქმედებები აშფოთებთ. თქვენ ხმა გაეროს და მისი სპეციალიზებული სააგენტოების დაფინანსების შეწყვეტას მიეცით. რა თქმა უნდა დავეთანხმო, რომ გაერო უნაკლო ორგანიზაცია არ არის, მაგრამ ის ასევე ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულს ამრავლებს, ზრდის. შეერთებული შტატების გამოთიშვა არის ის, რაც ჩვენს მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით რუსეთსა და ჩინეთს სურთ. დამტკიცების შემთხვევაში სტეფანიკი 32 ელჩი იქნება, რომელიც გაეროში შეერთებული შტატების მისიას უხელმძღვანელებს.